გასულ კვირას კომპანია Art Forum-მა სადაზღვევო კომპანია IC Group-ის პომპეზური პრეზენტაცია გამართა. საკუთარი PR-ისთვის PR-შიკებმა ფული და წარმოსახვა ნამდვილად არ დაინანეს და ჯგუფ Incognito-ს მუსიკის ფონზე შოკოლადის შადრევნები ააცეკვეს. ლიზი ვაჩნაძე გვიამბობს ჩვენი დროების შეფუთვის ხელოვნების შესახებ. ჩავიცვათ. და გვეყოლება ოფიციალური კახუჩელა. ოფიციალურობას აქამდე გაურბოდა. სცენისთვის ეს იმიჯი არ აწყობდა. მარკეტინგულ კომუნიკაციაში ჩაყვენთვის შემდეგ კახაბერი იმიჯს სხვებს უქმნის და საკუთარსაც იცვლის. სტილისტური სიახლე სტეფანესაც დასჭირდა. პრომოუტერის ამპლუასა და საპრეზენტაციო VIP საღამოს გარკვეული ეტიკეტი აქვს. ნაკეცის მაგივრად უკვე დაფიქსირებული გვირისტები. რომელიც ასევე ძალიან მოდაში, ანუ შარვალი ძალიან დავიწროვდა, ფეხსაცმელი მთლიანად უნდა ჩანდეს, რაც ბოლო ტენდენციებია, იმას გეუბნებით, შეიძლება ყველა ესე არიწმევდეს და არ ატარებდეს, მაგრამ აი ვისაც აქვს პრეტენზია იყოს cool, აუცილებლად უნდა ეცეს. არმანის ქსოვილი, ინგლისური სტილის ოდნავ მოკლე პიჯაკი ავტოცქვიტინიძისგან და cool ხარ. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ვიზუალური იმიჯის გარდა პომპეზურ საპრეზენტაციო საღამოს გამართვას ბევრი სხვა კომპონენტიც ემატება. ტრაფარეტული ბანერის მაგივრად ყვავილებით აწყობილი ორიგინალური ლოგო, მრავალფეროვანი მენიუ 500 კაცზე, Night Office-ის სივრცე და რაც მთავარია Incognito-ს კონცერტი. თელის ხეულით ვსაგზაგება, იმიტომ რომ პროსტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. იმიტომ რომ ჩვენი მოფიქრებულია, ჩვენი დაგეგმილია. ვიდრე კულმინაციას მიუახლოვდებოდნენ, პრომოუტერებმა IC Group-ის შესახებ პოზიტიური გზავნილებით მედია აჭრელეს. სარეკლამო რგოლი გადაიღეს და ბაზარზე საიმედო სადაზღვევო კომპანიის იმიჯი შექმნეს. VIP საღამოზე საზოგადოების სწორედ ის ნაწილი მიიწვიეს, ვისთვისაც ქონების დაზღვევა აუცილებელი თუ არა სასურველი იქნებოდა. ეს არის საშუალოზე მაღალი ფენა, ანუ ფინანსურად გულისხმობ, რომელსაც აქვს საშუალება რომ დააზღვიოს თუ სახლი არა და საკუთარი კორპორატიული თუ საკუთარი ფირმა არა, ნუ მანქანა მაინც. პრეზენტაციების გარდა ნებისმიერი მარკომისა თუ PR სააგენტოს დღე ჩვეულებრივი შრომით იწყება. გამონაკლისი არც PR პოლისია, პრესის მონიტორინგი, სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, დიზაინერებთან თანამშრომლობა, ბიზნესმენებთან შეხვედრები და ვიდეორგოლისთვის მსახიობების შერჩევა. საქმიანობის სპექტრი ფართოა, მუშაობის ტემპი თავბრუდამხვევი. ჩვენი ბანკის კლიენტი ყოველთვის კმაყოფილია. იმაზე რომ ბანკის კლიენტი თუ მფლობელი ყოველთვის კმაყოფილი იყოს, PR სააგენტოს ხელმძღვანელმაც უნდა იზრუნოს. ამის გასაღები PR პოლიტიკის სწორი დაგეგმვაა, თუმცა საქართველოში წლების განმავლობაში ამ სფეროზე დამახინჯებული წარმოდგენა მათ ხელს უშლის. საჭირო ხდება ნეგატიური სტერეოტიპების ნგრევა. სულისმოდა შავი PR და შავი თეთრი მწვანე ეს ძალიან გაუგებარია ხალხისთვის და ასოცირდებოდა როგორც წესი პოლიტიკურ სფეროსთან. და აქედან გამომდინარე, როცა კი სიტყვა PR-ი ფიგურირდება, ვიღაცებს აქვთ მათი სტერეოტიპული წარმოდგენა და შეიძლება უფრო ნეგატივი ჩადონ ამ ღონისძიებებში ვიდრე პოზიტივი. 28 წლიანი სტაჟის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის მესვეურებს PR სპეციალისტებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. საქმე არა უნდობლობა, არამედ უსახსრობაა. ნებისმიერი PR კამპანია $1000 ჯდება. მით უმეტეს თუ უცხოელ ექსპერტებს ეპატიჟები. რესპუბლიკელების ლიდერის გარეგნულ იმიჯზე მეუღლეს რუნავს. პოლიტიკურ კრედოს კი როგორც თავად ამბობს, სინდისი კარნახობს. მე მაგალითად პირადად ჩემი PR ტექნოლოგია არის გულწრფელობა. კარგია ეს თუ ცუდი მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ყველაზე იოლი არის იყო გულწრფელი, ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდება რა თქვი, თავარი არ იყო ფარისეველი. ეს ჩემი პირადი პოზიცია, მე არ ვიცი ახლა როცა დადგება საქმეზე მიდგება და თუ კი ოდესმე ღმერთმა მაჩუკა ერთი კარგი PR ტექნოლოგია, ან PR ტექნოლოგიების მთელი არმია, თქვათ არ ვიცი.
რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ დარჩება. მარტო ის რაც ადამიანს ბუნება მისცა, ანუ მას მოუწევს შრომა, რაღაცის გადაკეთება, რაღაცის შესწორება, რაღაცის უფრო ღრმად შესწავლა. რისი გადაკეთება თუ შესწავლა სჭირდება ლიდერებს, უხილავმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, PR მენეჯმენტის და კონტრკამპანიების ექსპერტმა მაღალ პროფესიულ დონეზე იცის. Бидний өнгөрсөн үе нарны гэрэлмэд саруулсан. Бидний түүх бол эрхчлөөд ард түмний түүх. ბაკა გორგილაძე მონღოლეთის პრეზიდენტის, რუსეთში 12 დეპუტატის, 2 ქალაქის მერისა და გუბერნატორის წარმატებული PR კამპანიების ავტორია. გამარჯვების გარანტი დეპუტატის სწორი პოზიციონირება, ამ მრჩეველში ნდობისა და იმედის გაღვიძება. სწორედ ამიტომ დეპუტატი ილინი რუსი მუჟიკიდან პუტინად აქცია. ქალების ელექტორატისთვის იგივე ილინი პლეიბოით გარდაქმნა სლოგანით „Svoi надёжный ответственный“. დეპუტატ ჟუკოვს სავაჭრო სახლის მენეჯერის ჰაბიტუსი მშენებლად შეუცვალა. ამით ნოვოსიბირსკელი ამომრჩევლისთვის ჟუკოვის სანდომიანი გახადა. კლიენტების დაყოლიება უცხოეთში უადვილდება. იქ მენტალური მზაობაა. საქართველოში კი საპირისპირო სურათი. გვისმენს კანდიდატი ყველაფერს გეთანხმება, აკეთებს ხშირ შემთხვევაში, ხო? აკეთებს ისევ იმას რაც მას მიაჩნია, რომ არის სწორედ ესეც მენტალური პრობლემაა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს ახასიათებს, ჩვენ ბიზნესმენებსაც. რადგან Coca-Cola Jazz Festival-ზე ჩამოვარდა საუბარი, მენტალური პრობლემის გადალახვას ბიზნესსა თუ PR-ში Eastern Promotion-ელები 8 წელია ცდილობენ. ამ ხნის განმავლობაში ჯაზის მეგავარსკვლავების Coca-Cola Jazz Festival-ზე ჩამოყვანამ კომპანია გარკვეულ მოგებაზე მაინც გაიყვანა. თავიდან კი ყველაფერი სპონსორების ჯიბესა და შიშველ ენთუზიაზმს ეფუძნებოდა. ბოლოს ფესტივალის PR-ის აუცილებლობას კომპანიის პარტნიორებიც ჩაწვდნენ. ჩვენ ყავს თქვა პრეს-ცენტრია სპეციალური, ვისაც თავის მენეჯერი ყავს და უკვე ყველაფერი ერთად წყდება. ეს მარტო ჩვენი Eastern Promotion-ი არ აკეთებს მარტო ამ ფესტივალს, აქ ჩართულია უკვე რამოდენიმე დიდი კომპანია, რომელიც უკვე ყველაფერი თითო სიტყვა რო აწონ-დაწონელია და გათვლილია იგივე დიზაინს უთანხმებთ, თქვა ლოგოები რა ზომის უნდა იყოს, როგორ რაფერზე. სააგენტო PR კამპანიას დამკვეთი კომპანიის სტრატეგიასა და პოლიტიკასთან შეთანხმებით გეგმავს. პროცესში უამრავი შრეა, სოციალური კვლევები, ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, პირდაპირ რეკლამა და სხვა სახის PR ღონისძიებები. გააჩნია კომპანიის პროფილსა და მიზნებს. დიდი ხარჯი გარდაუვალია, როდესაც 500-600 სტუმარს უფასო ჩივას რეგალით, ჰენესით, ყინულში ჩაწყობილი ხიზილალით, შოკოლადის შადრევნით და ინკოგნიტოთი ანებივრებ. თუმცა პოტენციურ კლიენტებს გემოვნების სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნებას სწორედ ეს ხრიკი უქმნის.